ეს გადაცემა მონატრების ფერებია, მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ, საღამო მშვიდობისა საბერძნეთის დედაქალაქი ათენიდან. ჩვენი გადამღები ჯგუფი ახლა იმყოფება ქართულ დიასპორულ ორგანიზაცია ჯორჯია ჯენში, სადაც დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ. მანამდე კი მინდა მადლობა გადაუხადო აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, კახის და აკოს, რათა მოგცეს საშუალება, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა ჩაგვეწერა აქ. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი მინდა გაგაცნოთ ქართველი ემიგრანტი, პოეტი ირინა იოსებაშვილი. საღამო მშვიდობისა ირინა, დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო და იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას, რადგან ვიცით რომ აქ ქართველ ემიგრანტებს თავისუფალი დრო პრაქტიკულად არ გაქვთ და ერთი სამსახურიდან გარბიხართ მეორეში, რომ ის ვალდებულებები რაც გაქვთ დროულად დაასრულოთ და დაბრუნდეთ ჩვენ სამშობლოში საქართველოში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა დაფასებისათვის და ყურადღებისათვის. აქ რომ ჩამოვედი, იმდენად ცუდად ვიყავი და იმდენად დეპრესიები მქონდა, ხშირად ფიქრობდი რომ საკუთარი თავი მომეკლა, ეს ცოტა ცუდად ჟღერს, მაგრამ ასე იყო. ვერანაირად ვერ ვწუდებოდი იმას, თუ რა უნდა მეკეთები აქ და რატომ დავტოვე შვილები. ყოველ შემთხვევაში ვიყავი, არ ვიცი, კატასტროფულად ცუდად ვიყავი. მოხდა ისე, რომ სკოლაშიდაც წერდი, ბავშვიდაც რაღაცა ჩემთვის ჰქონდა პატარ-პატარა რითმები და გადავწყვიტე რომ მეწერა. თავიდან დავიწყე წერა სოციალურ ქსელში ისე რომ თითქოს ჩემი არ იყო. ძალიან ბევრი ნაწერი დავკარგე ამით. და რომ შევხედე ადამიანები აღთვალანებული კითხულობდნენ, რაღაცა ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა, გული დამწყდა. მე აღარ შემეძლო რომ მეთქვა რომ ის ჩემი იყო, იმიტომ რომ წერდი რომ არ ვიცი ვისი არის. მე ნელა გავბედე, დავიწყე წერა და ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ არსებობს ჩემ ცხოვრებაში ადამიანები, ვისაც ვუყვარვა როგორც ადამიანი. და ვიტყვი, რომ ემიგრაციამ შექმნა როგორც ქალი. ერთი ჩვეულებრივი გოგო ჩამოვედი 28 წლის, ჩხილები მქონდა დაჭმული, ნერვიულობისგან. მზისგან ისე ვიყავი დამწვარი, ხო სულ ეს დაშავებული მქონდა სახე, რადიკალურად სხვა ადამიანი ვიყავი. კი მართალია შვილები დავტოვე და ამას ვერანაირი ამტკივის, ვერანაირი ქალური რაღაც ვერ გადაწონის, მაგრამ არსებობს რაღაც, რომ ჩემ ცხოვრებაში ვიპოვე ქალი. საკუთარი მე აღმოვაჩინე. შევდექი როგორც ქალი, მყავს ძალიან ბევრი კარგი მკითხველი. და ხანდახან მიკვირს, გეფიცებთ ყველაფერს, ხანდახან მიკვირს, რომ ადამიანები მისმენენ და ჩემ აზრს იზიარებენ. მათ შორის ჩვენ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მადლობა. მართლა საინტერესო წერ, ბევრი ქართველი ემიგრანტი ქალის სათქმელს ამბობ. იმ თითოეულ ჩანახატში, რაც მე მაქვს წაკითხული. ასევე ლექსები, ძალიან საინტერესოა შენ მიერ დაწერილი ლექსები. მოდით ირინა, ცოტა წარსულში რომ დავბრუნდეთ, რამ გადაგაწყვეტინა, რომ საკუთარი თავისთვის გეწოდებინა სიტყვა ემიგრანტი და შენც როგორც ჩვენი თანამემამულე გახვეულიყავი ემიგრანტის მანტიაში. მოდი აქედან დავიწყებ. უფროსი ბიჭი იყო მაშინ 13 წლის. და ეს ის ასაკია უკვე ბიჭობას რომ იწყებს და რაღაცა უფრო მეტი თინეიჯერული ასე. ჯერული და ჩემს მოპირდაპირე მხარეს, ჩემს საუკეთესო მეზობლები ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ ახლაც, ძალიან ლამაზი სახლი ჰქონდათ. რო გაიხედავდი ჩემი კარებიდან იყო საოცარი, ძალიან ლამაზი სახლი და ბავშვი მეუბნებოდა რომ დედაო, ნეტაო, ჩვენ როდის გვექნებაო სახლიო და ამ ოჯახის ბავშვი და ჩემი ბავშვი თანაკლასელები იყვნენ და იქ რომ მოდიოდნენ დაბადების დღეზე ბავშვები, ცელოფნები ჰქონდა ფანჯრებზე აკრული, რაღაც ძალიან ხელმოკლე ცხოვრობდით, რასაც ქვია. და სულ ფიქრობდი, ემიგრანტობა არასოდეს მიფიქრია, ფიზიკურად შრომობდი, მიწაზესაც შრომობდი, ქირაშიდაც გავსულ ვარ, რომ ჩემ შვილებზე ის ელემენტარული არ მომეკლო, არასოდეს გამიშვია ბავშვები სკოლაში ხურდაფულის გარეშე. არასოდეს უგზნია ჩემ შვილებს რომ რაღაც არ ქონდათ, მაგრამ ის ბავშვის არ იყო ეს საკმარისი, საქართველოში რომ მუშაობდი, არ იყო ეს საკმარისი, რომ სამი შვილი ხო ხდები, ახლა სამი შვილი რომ საკუთარი შვილისთვისაც აგეხდინა ოცნება, რომ ლამაზ სახლში ეცხოვდა. ხო, ლამაზ სახლი, მინდოდა ისე ჩამოდიოდა. ახლა იხდინეთ ეგოცნება? ავიხდინე, 100% დავიხდინე. ხშირად მეუბნებიან, რომ შენ ჭიშკართან რო გავიარეთ, რა ლამაზი სახლი გაგიკეთები, ყოჩახ შენ და დამეფიცება, რომ ეს გავაკეთე,
ღირსების შეულახავთ, რასაც ქვია, აი ყველაზე მეტად როცა ემიგრაციაში ვარ, ხო, ყოველთვის ვფიქრობ, რომ ქალი იქნება თუ კაცი იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ქალებს უფრო მეტი მოგვეთხოვება. აი ღირსება, გიждები, როცა ადამიანი ღირსებას უფრთხილდება. აი რაღაცნაირად, აი გეამაყება შენი თავი, სადაც მიდიხარ არ ცხენია რაღაცეების. მე არც არავის ცხოვრებას განვიხილავ, არ არის ჩემი საქმე, სხვისი ცხოვრება, მაგრამ არის რაღაცეები, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ, იმიტომ რომ საქართველოში თვალსრემლიანი შვილები ყავს დატოვებული და ეს არის ყველაზე, არ ვიცი, ჩვენ ამის ფასი გადავიხადეთ უკვე ტკივილის, მაგრამ არის რაღაცები, რომ მოგვეთხოვება. იმიტომ ქართველი დედები. როგორ გაუმხილე შვილებს, რომ უნდა დაგეტოვებინა თან გაურკვეველი ვადით. შენც ასე მითხარი, რომ 2 წლით ჩამოხვედი, მაგრამ კი გახდა 12 წელი, 13-ია თითქმის. აი ის პერიოდი, სანამ ჩამოხვიდოდი საბერძნეთში, როგორ უთხარი შვილებს, რომ დედა, მე გადავწყვიტე წავიდე. რომ გითხრა, რომ გადაწყვეტილი იყო, დაგეგმილი იყო, არა, მოხდა უცებ. აი უცებ. ერთ დღეში გადაწყდა და მეორე დღეს პასპორტის გასაგებებლად წავედი და შვათანა გოგო 8 წლის იყო მაშინ და ეხლაც მესმის მისი ხმა დედა აი მე ვთხარ დაუბრუნდები პასპორტს გავაკეთებ და დაუბრუნდები. პატარა 4 წლინახევრის იყო. და ავტობუსის ასასვლელთან მან გამაცილა და არ ვიცი, არ მინდა, უბრალოდ ეს არის ისეთი კადრები. ვერცეთ ფილმში, ვერცეთ არ ვიცი, ნებისმიერ ცხოვრებაში ვერ გაიმეორებს ვერავინ. ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. შვილებთან დაცილების მომენტი არის ყველაზე კატასტროფა, არ ვიცი. დღეს ის პატარა ბიჭი 18 წლის არის. აი, გვაქვს კარგი ურთიერთობა, მაგრამ რამდენი რამე დავკარგე, ელემენტარული სურათები დავკარგე, არა გვაქვს ერთად გადაღებული კადრები. სკოლაში არ გამიცილებ. დატოვეთ პატარა და კაცი არის. და ეს მტკივა არის რაღაცები, რასაც ხანდახან ვამბობ, რომ ნეტა თუ გვაპატიებენ, უდედოთ გავლილ წლებს ჩვენი შვილები თქვა. ჩავჯერქი ავტობუსში, სასაცილოებას მოგიყვები. ერთი ჩემოდრით პატაცე. აი, ხელში ტარი მოძრა, ასე ახუტებული ზივარ ვიხედები და ჩემს გვერდით ზის ქალი ერთი 20 ცხოვრობს თესალონიკში ეს ქალი და ბოდიში მომითხოვია მომაწვა. ასე და ეს ფეხები მიაყუდა იმას, რა ქვია, აი პანჯარას, აი იყო ქალი, ცხოვრება არ აინტერესებდა, რომ უნდა ეცხოვრა ასე ცხოვრ. ხო და ნუ ვაიმე მე ვიფიქრე როგორი udardელია, როგორ იცინის, რა ცინებს, ნუ ჩემთან ერთად ბევრი ქალები იყვნენ, ვინც ბევრჯერ იყო ნამყოფი. ჩვენ გადმოპარვით წამოვედით. არა, თქვენც იმ როგორც ამომე ხოლმე დამალულად ჭერში ვიყავით 18 ადამიანი და 17 საათი, აი შიგნით ვიყავით და გამიმართლა რომ სუსტი ვიყავით, თორე არ ვიცი რა ძალიან კატასტროფული ცხოვრებაში ერთი შვილების დატოვება და მეორე ის იყო, იმას ვერ წაშლი. აი საშინელება 18 ადამიანს რაღაცა გათავსებენ სახურავში, კეტავენ შიგნით, არც აერია, არც სინათლე არის და შეიძლება გარდაიცვალო, არავინ არ არის ამაზე პასუხისმგებელი. და ეს ამ ქალმა მითხრა, რამდენი წლით მიდიხარო და მე ვთხარი 2 წელიწადში დავამთავრებ სახლს და აუცილებლად დავბრუნდებით და გაეცინა. და იმ მომენტში ის ქალი შემძულდა, მე ვფიქრე რა აცინებს. ასე მოკლედ გადმოპარვით ჩამოხვედი საბერძნეთში. როგორ იწყება შენი ცხოვრება საბერძნეთში უცხო მიწაზე? ენა არ იცი? ენა არ ვიცი. პირველი სამსახური იყო ბაბუასთან შევედი. მოდი იმერულად ვიტყვი, ჩვენ ბაბუას ვეძახით. ბაბუასთან შევედი, მაგრამ ისეთი კარგი ადამიანები იყო შვილები, ყველა თანყობოდა, მაგრამ ბაბუას ჰქონდა დაწყებული ალცჰაიმერი, ანუ სკლეროზი. ხო და საჭმელს რომ მიუტანდი ხო თურმე მიძახის ცუდ სიტყვას და მე მეგონა მადლობას მიძახს. ეს მე ვსწავლობ ახლა ამ სიტყვას, ეს სიტყვა მგონია რომ მადლობაა. და მისმა გოგომ გამიშვა ბაზარში კარტოფილი იყიდეო. და დამეყარა ეს კარტოფილი გასწრება და ვიღაცა კაცი და ქალი იმაშვება, მეხმარება და ბაბუას დასავლი გინება. მეგონა რომ უღმეს მადლობას უხდიდა, ვაგინი ამ კაცს. აწია თავი პუტანა ეძახეთ მიყურებს და დააყარა ძეს და გამოდი მანას რომ ბაბა რაც გინება იცოდა ყველაფერი დამამხოთა. მოვედი და მე უთხარი ჩემის შვილს უყვები რომ ასე იყო მე ნუ აბო ფირინი მაგი რამ გათქმევიაო რა ბაბუაო რასაც გეუბნება ყველას ცუცი ახლა შვილებმა არ მითხრეს რომ ეს ცუდი სიტყვა იყო. გესმის ახლა რომ
არ გული არ მომსრო და არ მიმეტოვებია მამამისი, მაგრამ მე ახლა ვსწავლობდი როგორც ბერძნულად აღვიქვი. აი პირველი რაც ვისწავლე საბერძნეთში იყო გინება. მე იყო ბავშვებთან მუშაობდი და ეხლაც ასე მოხუცთან ვმუშაობ. რამდენი წელი რაც საქართველოში არ იყავი ემიგრანტი? 13 წელი აღარ ზუსტად. ახლა თებერვალში შემისვლა. ანუ აი 13 წელიწადზე საქართველოში არ ყოფილხარ. ჩემი გოგო იყო ჩამოსული, გამიკეთა საჩუქარი, ჩამოვიდა. ეხლა ჩემი ორივე მოდის, ის პატარა ბიჭი მოდის და შოთანა გოგო მოდის. ძალიან მაგარია. რა გენატრება ერინა ყველაზე მეტად? ამბობენ რომ შვილები, რა თქმა უნდა, ეხლა რომელ ნორმალური ადამიანს არ ენატრება შვილები, მაგრამ აი გაზაფხულზე რო ყანავს ხნავე, მიწას და სუნი ამოდის. აი სიგიჟემდე მენატრება, არ ვიცი რა მომანატრა ასე და დილას გაზაფხულზე ბაყაყებმა იციან ჩვენთან ყიყი. მაშინ საქართველოში ვიყავი, ბავშვებს მიღვიძებდა და ჩაგივარდათ ენათქა იმერულად ვიძახოდი, მაგრამ აი მე ისე მენატრება, აი ყველაფერი მენატრება ეს სოფლის რაც არის, აი ძალიან მიყვარს ესეთი რაღაცა ფუსფუსი. ქათმებზე დაძახებული წია მომენატრება, აი ცხოვრებაში რომ ვერ ვიფიქრებდი ისეთი რაღაცები მენატრება და რა თქმა უნდა ჩემი შვილები მენატრება და არის რაღაცეები რაც აღარ განმეორდება, ის დაკარგულია, ვერამ ვერ დამაჯერებს რომ ამდენი წლის მერე ელემენტარული ხა წარმოიდგინეთ ჩემი პატარა ბიჭი წავიდა სკოლაში ხო შეიძლება და ჩვენ დღეს ფოტო გადაგვეღო შეიძლება და იქ დაამთავრა სკოლა ფოტო აი ესენი აღარ დაბრუნდება ანუ ვერც სკოლაში გააცილე და ვერც სკოლის დამთავრება ვერ ყველაზე მეტად გული მწყდება რომ ის პატარას და ეხლა მეუნება დედაო მე ვთხარი რომ ჩამოხვალ ასე ამ ადგილებს წაკვა რაო დედაო შენი გაკეთებული საჭმელი გამასინჯე აი მცხენია ამას რომ ვამბობ მაგრამ ეს არის კატასტროფა ადამიანისთვის დედისთვის არ ვიცი როგორი ფერი აქვს მონატრებას? წვანე ფერი აქვს, მაინც ჩემი ბაყაყების ფერი აქვს, იქ წყალში რო ყიყინავენ. აი, არ ვიცი, სასწაულება ვერ აღვიქვამ, რომ ჩავალ თუ ის ადამიანი ვიქნები, თუ მეზობლებთან წავალ. იმდენი რაღაცები მაქვს დაგროვილი, აი, არ ვიცი როგორ უნდა დავიწყო ცხოვრება. მიჩვევად სოდნია სხვათა შორის ემიგრანტობას თავიდან ვამბობ, რომ აქ რა გამაჩერებს. ეხლა როგორ გაზის გასაყართან მდგავარ. წავალ არიცი რა იქნება გავჩერდები კარგავ შვილების ყველანაირი აი ყველაფერს კარგავ არ გიფიქრია ერინა რომ აქ ჩამოგეყანა შვილები და შენს გვერდით ხოლო და ჩემს შვილებს შემეძლო მე ბინაც მეყიდა ქუთაისში მაგრამ არ მესმის ის ფაქტი როდესაც ემიგრანტი ადამიანი სოფელს კეტავს საიდანაც წამოვიდა ახლა შეიძლება ზოგი ქალაქიდან წამოვიდა არ მესმის იმ ადამიანების ყველაზე მეტად არ მინდოდა ის სოფელი დანგრეული იყო იმიტომ ფუძია იქ ადამიანებმა წინაპრებმა იშრომეს და ხომ იცი რომ როგორი წვალებით აშენებს ეს სახს აი პირველი რაც გავაკეთე სოფელი გავაკეთე აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთე ეზოშიც ნულიდან დავიწყე ხეხილიდან დაწყებული ვენახი რომ მე შევძლებდი მე ვეუბნები ჩემს შვილებს მე ის შევძელი რაც შემეძლო ეხლა თქვენ შეძელით უკეთესი ცხოვრება გინდათ უკეთესად თქვენ იშრომეთ ისე და მე არ ვიცი ის სოფლის გარდა ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვაგან. რა გასწავლა ერინა ემიგრაციამ? ემიგრაციამ მასწავლა რომ ყველა ადამიანი არ არის. რომ ჩამოვედი, ხო? აი ყველა ადამიანი ჩემი მეგობარი მეგონა. ყველა ადამიანს რომ ერთხელ რომ გამეცნო ადამიანი, აი დაქალს ვეძახდი, აი დაქალია ჩემი. მე მივხვდი რომ მე არ ვამბობ რომ მე იდეალური ადამიანი ვარ, მეც ბევრი შეცდომა დამიშვია, ცოტა ფიცხი ადამიანი ვარ და რაღაცა ასე მგონია პირში თუ ეთქვი ადამიანს, ხო, ამით ყველაფერი დასრულდება, მაგრამ მე ვიაზრებ რომ ამით შეიძლება ჩემი პირდაპიროთ მას გული ვატკინო. შემეძლო უფრო ლამაზად ამეხსნა, მაგრამ ალბათ ეს ყველა ადამიანის ის აქ რო ხარ, ხო, ცხოვრებასთან ერთად უფრო სხვანაირი ხდები რა. აქ შვიდი ემიგრანტი არ არსებობს. და მასწავლა საკუთარი თავის რწმენა, ჩემში ხალი დავინახე. აი რო ვდგებოდი სარკის წინ, არ მეცადა, საქართველოს სარკესთან დასადგომად არ მეცადა და აქ ახლა თმას ვიწესრიგებ ხანდახან, მაინც ცალია ჩემთვის და აი მივხვდი რომ ჩემ თავში ხალი შემიყვარდა. დავაფასე ის ადამიანი, მე ვინც სულ მიჩიჩინებდა რომ შენ ხარ ღირსეული ადამიანი, შენ იმ ადამიანების წრეში უნდა იყო, სადაც შენი ადგილია. რაღაცნაირად გაუბოდი ადამიანებს, ხვენოდა ადამიანებთან ურთიერთობა, ალბათ ეს უფრო ბავშვობის კომპლექსების შემომჩნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, იყო რაღაცა ჩემ ცხოვრებაში ისეთი, რომ
დამალული ვიყავი სულ. იყო რა ძალიან ბევრი ცუდი რაღაც იყო და ამან განაპირობა რომ მე აქ რომ ჩამოვედი ადამიანის ურთიერთობაში ბევრი რაღაც შემეშალას ვიტყვი ბრჭყალებში რომ რაღაცა ისე არ გამომივიდა როგორც უნდა გამომსვლოდა მაგრამ არის რაღაცები რა ვიცი ახლა ძალიან ნაწყენ ადამიანს შეფსას ვერ ნახავ არის ადამიანები ვისაც ალბათ არ მოწონხარ არის ადამიანები ვისაც უყვარვარ და მჯერა რომ ამ ადამიანს უყვარო მაგრამ კიდე რომ წავალ შემდგარი ადამიანი ვიქნები სულ სხვა ადამიანი ვიქნები რა წაგართვა ემიგრაციამ წლები წამართა ყველაფერი წამართა აბსოლუტურად სიყვარული წამართვა ჩემი ბებია წამართვა, ბაბუა წამართვა, რომელიც დასაფლავებასაც ვერ დავესწარ, ჩემი ახლობლები წამართვა. იქიდან წამოსული იმდენად დიდარი ვიყავი, ბებიები ცოცხალი მყავდა, ბაბუები ცოცხალი მყავდა. ჩავალ და აღარავინ აღარ დამხვდება. ამაზე მეტი გაძარცვული სულის ადამიანი ვინ უნდა იყოს ამ ქვეყანაზე, როცა შენ საუკეთესო ადამიანები აღარ ხვდებიან. ირინა, წარსულში რომ დაგაბრუნა, დღეს გადმოსახედიდან გადადგამდი ამ ნაბიჯს გახდებოდი ემიგრანტი? არასოდეს, აი ჩემი უფლება რო ყოფილიყო და ჩემ საკუთარ თავზე მე ყველაფერს გავაკეთები რომ საქართველოში ყოფილიყავი და იქ ჩემ შვილებთან ერთად მეცხოვრა. და მე ქალებს ვუძახი გმირებს, ჩვენ გმირები აღარ ვქვია, იმიტომ რომ ჩვენ უკეთესად ვცხოვრობთ უკვე ემიგრაციაში. გმირები ქვია იმ ქალბატონებს, აი ბაზარში რო არიან, დახლებზე რო ვაჭრობენ და სახლში მიდიან, ერთი პურიმი აქვს, მაგრამ მათი შვილების სითბო აქვთ. აი ამ ქალებს ქვია დღესდღეობით გმირები. ჩვენ მე პირადად ჩემ თავს გმირს ვეღარ ვუწოდებ, აი არ არსებობს ეს. როგორია ქართველი ემიგრანტის თვალით დანახული სამშობლო, ჩვენი ლამაზი საქართველო? აქედან დანახული საქართველო არის არ ვიცი. ლამაზ 64 რასაც ვერ აფასებდი, აი ის არის, ნელა რო გენატრება. როდის დადგება ირინა ის მომენტი, რომ მიხვიდე ტურისტულ კომპანიაში და შეუკვეთო ერთი მიმართულების ბილეთი სამშობლომდე და თქვა, რომ უკან აღარ დავბრუნდები? აი აუცილებლად ეხლა მოკლე ხანში დადგება ჩემი შვილების ოცნებები პატარა დამჩა ჩემი გოგო უკვე შემდგარი ადამიანი არის ძალიან კარგი ადამიანი არის აი მადლობა ამ ადამიანს რომ ჩემი მაგივრობა გაწია არ ვიცი ეს ადამიანი ვერ წარმომიდგენია შვილი გოგო ასე გაუმართლოს დედას და ჩემი მეგობარიც არის დიასახლისიცა წარმოიდგინე ახლა ორი ძმასთან ერთად ამ ბავშვმა ყველაფერი შეძლო საქართველოში და ჩემი გოგოს ოცნებები მაქვს ასასრულებელი და აუცილებლად დავბრუნდები და იმდენად ვიცი რომ ისეთი კარგი შვილები მყავს რომ მე აღარ გამომიშვები ნახეთ და იმას გააკეთებენ რაც დედას დაიტოვებენ თავისთან. აუცილებლად, აი ვიცი რომ ამას გააკეთებ, იმიტომ რომ შვილებში ძალიან გამიმართლა, აი გამიმართლა ვიტყვი რომ ამაყი ადამიანი ვარ, რომ შვილებში გამიმართლა. მართლა თავმა შემიძლია თითოეულ ქართველ დედას, რომელმაც შვილი დატოვა, გიწოდოთ გმირები, იმიტომ რომ ძნელია პირველ რიგში მონატრება და მეორე როდესაც პატარას ტოვებდა, არ იცი როგორ იზრდება, როდესაც რაიმე წამოსტკივდება, ყოველთვის იძახის დედა მიშველე და ამ დროს დედა უბრალოდ ახლოს არ იყო. ირინა, შენ აღნიშნე რომ მე როდესაც ჩამოვედი ემიგრაციაში, ანუ რთული იყო ჩემი ეს პერიოდი და დაიწყე წერა. ანუ გაიხსენე ბავშვობაში რომ წერდი და დაიწყე წერა. აი პირველი მუზა როდის წამოგივიდა და ეს ამოხეთქე შენი გულის ნადები და ლექსად აქციე. პირველი მუზა წამომივიდა აი ეს ბაბუა რო გარდამეცვალა მე 1-2 წელი ბებიასთან მუშაობდი თეატრში მუშაობდა ეს ქალი ძალიან ამაყი ქალი იყო და აი იმდენად რაღაცნაირად ვიყავი შებოჭილი ვიყავი ყველანაირად აი დამცირებული არ ვიყავი, მაგრამ მაინც გძნობდი თან ისეთ წრეში მოვხვდი შემოქმედ ადამიანებთან და ვფიქრობდი რომ ამ ადამიანებმა თუ შეძლეს ერთმანეთს ქალბატონოს ეძახდნენ მე ამბიცია გამიჩნდა რომ მე რაღაცა შემიძლია და მოდი ვსინჯავ და რო დავიწყე წერა, რო დავიწყე და სხვათა შორის ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ჩემს
საუკეთესო მეგობარს ნინო მარგველაშვილს ის გოგოც წერს და ეხლა საქართველოში არის 10 წლის მერე შვილი გაუჩნდა და აი ამ გოგომ შემიწყო ხელი მომცა სტიმულის გოგო წერდა ლექსებს და ნუ არ ცხენოდა ბრჭყალებში რო თქვა ჩემს ავით და აი ამ გოგომ ყველაფერი გააკეთა მის გვერდზე წერდა ჩემს ისტორიას მე ბავშვობის ამბებს უყვებოდი და ყველა კითხულობდა ეს გოგო ვინ არის ვის ამბავს წერ გაგვაცანის და ნუ არ ვიცი რა ამ გოგომ ძალიან დიდი გავლენა იქონია ამაზე ყველაფერსა და აი უთხრა ადამიანს მადლობა სიცოცხლე იქნება იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანია ვინც მომცა ამის სტიმული სხვადასხვა არიან აქაც ადამიანები ქალბატონი ქეთი ძაძამია იზო დაშნიანი დარეჯან ღამბაშიძე რომლებიც მიწვევდნენ აცნობდნენ საზოგადოებას ჩემ თავს და როგორ შეიძლება ხამ ადამიანებს მადლობა არ მოუხადო იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში საწყალი ნინო რომელიც ახლა გარდაგვეცავალა აი იზოს ძმისშვილი იყო სასწაული ადამიანი ცდილობდა რომ აი სადაც იყო ყველგან წარვედგინა და აი ამით გამიცნო ადამიანებმა და მეც მომეცა სტიმული და ახლა უკვე უნდა ვწერო მწვენია რომ არ დავწერო იმიტომ რომ ადამიანები ელოდებიან ჩემს ნაწერებს ვიღაცისათვის დილამშვიდობისა ვარ ვიღაცისათვის საღამოძილინებისა ვარ არის ადამიანები წერენ რომ მათ ცხოვრებას წერ იმიტომ რომ ქალის ცხოვრება ყოველთვის გავს მით უმეტეს ემიგრაციაში აქ რომ შეეკითხა ადამიანს ყველა ერთ ისტორიას მოყვება აი პატარა აცდენები თუ რომ ამიტომ რა ვიცი არ ვიღაცისთვის შეიძლება შვება ვიყო ხო და ვიღაცისთვის იმედი ჩემ ცხოვრებაში არსებობს ადამიანები ვისი საიდუმლოც დღემდე ვიცი და მიწაში ჩავიტან. ეს ადამიანები მე სიკვდილს გადავარჩინე. იმ პერიოდში როცა მე სიკვდილი მინდოდა, არ მყავდა შველელი, იმიტომ რომ არავის ვიცნობდი აქ და ისინი დაგიდგნენ გვერდში. ხო და ეს ადამიანები იმდენად გადავარჩინე, იმდენად იყვენ გზასაცდენილი, რაღაცა დაკარგული იყვენ და იმდენად მყარად განან დღეს და იმდენად ბედნიერები არიან. აი მიხარია რომ ვუყურებ ამ ადამიანებს რომ პატარა წვლილი მიმიძღვის რომ მე რაღაცა გავაკეთე და ყველაზე მეტად საიდუმლო შენახვა მინდა ყვარს ადამიანებში აი დობას რომ გაუფუჭებ ადამიანს ყველაზე დიდი სირცხვილად მიმაჩნია როცა გენდობა ადამიანი ამაზე მეტი დიდი განძი რა არის ამ ქვეყანას ირინა ერთ-ერთი ლექსი რომ წავიკითხო წავიკითხავ ახლა ყველაზე პატარა ლექსია და საყვარელი ლექსია ჩემთვის. შენთან მომავალ ბილიკებს, პეშვით მოვაყრი გვირილებს. უკან დავტოვებ დარდისგან, ცრემლად დადენილ ტკივილებს. მომწყინდა ბეთთან თამაში, ცხოვრება ერთი წამია. იმ გზას დავტოვებ, სადაც მე არასდროს გამიხარია. მერე გავყვები ბილიკებს, იებს ავუშლის საფიქრას. ვიცი რომ ჩემს დედამიწას სიძულვილისგან დავიცა. მინდა ხმამაღლა ვიყვირო ცხოვრება ერთი წამია ადამიანო მიყვარხარ მე შენ ძალიან ბრავო ირინა აი მართლა სულში ჩამწნომი ლექსია და სწორია რომ აი ასე გელოდებიან შენი გამომწერები ასე ვთქვათ გათენებიდან დაღამებამდე რომ რაღაც ახალს წარუდგენ ეს იქნება ლექსი თუ ეს იქნება ჩანახატი და მოკლედ მეც სხვათა შორის ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა ესე გადავწყვიტეთ რომ ყველა ქართველი ემიგრანტი ვისაც ვიცნობდით თუ არ ვიცნობდით ვინც აქ წერს ლექსებს ყველას გამოგაგზავნიეთ ლექსები ასე ვთქვათ და არავინ არ იცოდა უბრალოდ ამ ლექსებს რა ბედი ეწეოდა. მოკლედ ჩვენ შენი ლექსი ავამღერეთ და ახლა მოკლედ აი ესე სიურპრიზად მოკლედ ირინას მოვასმენინებთ აი ამ ლექსს და ერთად ნახავთ მის რეაქციას, ემოციებს, იმედია გამოგვივიდა. მე პირადად ძალიან მომეწონა, კარგი სიმღერა და კარგი ნამღერი გამოვიდა. ახლა კიდროა და ამ სიმღერის ფონზე მე და ირინა კვლავ გავაგრძელებთ საუბარს. აბა ნახოთ შეგვიფასოს ირინამ თუ როგორი გამოვიდა. ჩემი წილი სიყვარული შენი ნახე ფოტოწვენა ვიცი შენთან მომიყვარს გაზაფხულზე გვირილები დავახვეპე მიკეჩვიე უშენობას ვერ ვიტან სამთხის უცხი თუ გისადმე წავიქცევი სიყვარულით მომეშველე შორიდან ჩაიფიქრე მოლოდინის განცდებიდა ბედისერა ვიცი შენთან მომიყვარს არ გაჩერდე ჩემი გზები აიქციები მომაშველე
თამაშებს მე შინია სადმე და მე კარგები ზღვის პირას თუ შეჩერდები და მიწახე ფოლიებში ვიფარფატებ შორიდან ან ჩვევია ჩუმად სიარული ზღვის ტალღები ვიცი ახლოს მომრიყავს გაზაფხულზე ენძელები გაიშლება გვირილებსაც აეშლებათ დარდები სადმე ჩუმად ჩომი საფდი გეხვეწები როჩერან გაიად დავიბადები არ გაჩერდე ჩემი გზები აირჩიები მომაშველე ნათქიმარი ხელები თამაშებს მე შინია სადმე და მე კარგები ზღვის პირას თუ შეჩერდები და მიწახე ფოლიებში ვიფარფატებ შორიდან ან ჩვევია ჩუმად სიარული ზღვის ტალღები ვიცი ახლოს მომრიყავს ჩემი წილი სიყვარული შემინახე თოთოც რა ვიცი შენთან მომიყვანს გაზაფხულზე გვირილები დამახვეწე მიგეჩვიე უშენობას ვერ ვიტან როგორ მოგეწონა? აი საოცრება და ეხლა ფიქრობ, რომ ეს ლექსი ხო ამას ადრესატი არ ყავს ამ ლექსს. უბრალოდ დავწერე, მომინდა რომ დავწერე. საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში არის ოცნებების სამყარო, სადაც მოგზაურობ და რატომღაც გონია რომ ვიღაცა შენზე მუდმივად შეყვარებულია და რაღაც აი ხო არსებობს ადამიანი ყველა ქალის ცხოვრებაში არის ესეც მე თვითონ რომ გითხრა მეოცნები ადამიანი ვარ არა მაგრამ არის და ეხლა ვფიქრობდი რომ რამდენ ადამიანს შეიძლება შეეხოს ეს სიმღერა. მინდოდა რომ მოკლედ გამეხარებინა ქართველი ემიგრანტები, ვინც აი აქ წერენ და გეტყვით რომ ანუ ეს სიმღერა არის თქვენი საკუთრება, არის ექსკლუზივი, ნებისმიერად შეგიძლიათ სადაც გაგიხარდებათ გამოიყენოთ, როგორც გაგიხარდებათ. ძალიან დიდი მადლობა. ეს სიმღერა ეხლა რომ ვფიქრობდი, ჯერ თვითონ ლექსად იმდენ ადამიანს აზიარებს ამ ლექსს, აქვს სასწაული მოწონება. თვითონ ლექს და წარმომიდგენი ახლა ეს სიმღერა როგორ გავარდება და როგორი პოპულარული გახდება აი დამიჯერეთ ეს ასე იქნება. თქვენ უკვე შეგიძლიათ სიმღერა ატვირთოთ, მე ამას თქვენ გამოგიგზავნით. ძალიან დიდი მადლობა. და ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენს პლატფორმაზე იქნება. ირინა, რას ეტყვი ქართველ ემიგრანტებს, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ბევრი ყავს ჩვენს სამშობლოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმოფანტული. აქ რომ ჩამოვდივართ და შევდივართ უცხო ქვეყანაში და ხვდებით უცხო ადამიანებს, ჩვენთვის ყველაზე დიდი ბარიერი არის ენა, ენის დაძლევა. და კიდეც მოგიყევით ჩემი სასაცილო ისტორიები. მაგრამ როცა სწავლობ უკვე და როცა აღიდგენ რომ ეს უკვე ისწავლე და შენ შეგიძლია აქ თავის დამკვიდრება, ყველა ემიგრანტს ვურჩევდი და უბრალოდ ვუსურვებდი რომ ამ უცხო მიწაზე არ დაიკარგონ, ჭყალებში ვამბობ. როგორც მე ხმამაღლა შემიძლია თქვა რომ შემდგარი ქალი ვარ, იმიტომ რომ სადაც წავსულა ყოველთვის გამოჩენილი ერთი ადამიანი რომ მიცნობს და ეს ბევრს არ შეუძლია. შეიძლება ვიღაცამ ამ პარტნიორობაში ჩამითვალოს, მაგრამ ეს მე შევძელი, მე ყველაფრის ფასად შევძელი, ცუდ საზოგადოებაშიც აღმოჩენილ ვარ, ყოფილა ჩემ ცხოვრებაში ისეთი სიტუაციები, რომ გზის გასარყართან დავდგარ ვარ, მაგრამ ეს გზა ავირჩიე, სადაც აღმოჩნდი, კარგ ადამიანებთან აღმოჩნდი. როცა ამ ქვეყანაში, უცხო ქვეყანაში მიდიხარ და ხდები ემიგრანტი, ყველაზე მთავარი არ დაიკარგო.
ის ღირსება რაც წამოიღეს საქართველოსდან კონდეს ბოლომდე და აქედანაც ღირსეული დაბრუნდა, იმიტომ რომ ადრე თუ გვიან წლებთან ერთად ყველას გვიწევს დაბრუნება. აი არ არსებობს ადამიანი რომ ვისაც არ უწევს, აი საქართველოში რომ დაბრუნდები მე მოიხედა უკან და რა დატოვე, აი ცუდს დატოვებ, ცუდს გააკეთებ, ცუდი რჩება, კარგს გააკეთებ, კარგი რჩება და შეხვედრა გიწევს შვილებთან და ამ შვილებთან იმდენი უნდა ჩაიტანო მოსაყოლი, რომ ის მონატრება შეავსონ. მე ასე ვფიქრობ. ძალიან გენატრება სოფელი, როგორც აღნიშნე შენ. საბერძნეთში, მაი ათენში თუ არის კონკრეტულად ისეთი ადგილი, რომელიც გაგონებს საქართველოს. სადაც აი წახვალ და აი ამ მონატრების ჟინს დაიკმაყოფილებ. ერთადერთი კეფალონიაზე რომ ვიყავით, იქ შევხედე ისეთ სახლებს, რაც ჩემი სოფელი დიდი სიამოვნებით ვიცხოვრობდი, ახლა იქ. კეფალონიაში, იმიტომ რომ არის ისეთი სახლები და სხვაგან ამას ყველა ადამიანს თავისი ის აქვს, აი არ არსებობს. წარმოიდგინე ისე ვიმუშავე, ხო? აღმოსავლეთი საით იყო და დასავლეთი არ ვიცოდი, იმიტომ რომ მზეს ვერ ხედავ. აი შიგნით ჩაკეტილი რომ მუშაობ, მესას რომ უძახე, ვერ ხედავ. დღეები გადის, აი მზესაც ვერ ხედავ, მთელი დღე ისე არის, აი ჩაკეტილი სივრცეა და აი არ ვიცი, არიან ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ქალები კვირასაც რო ვერ გამოდიან. მე როცა შევხვედრი ვარ ამ ადამიანს რაღაცა მოხდა რომ სხვა სამსახურს ეძებენ, ხო? აი ემოციებით გელაპარაკებიან, აი ჩაკეტები, როგორ ვთქვა, ფსიქიატრიული საავადმყოფოდან წამოსულ ადამიანებს მოგაგონებს. გავიდნენ ცოტა გარეთ, არ შეიძლება. კი, შვილებიც კარგია, მაგრამ საკუთარ თავზე უკეთესი ამ ქვეყანაზე რომ დავფიქრდი, არავინ არ აყვავს და მსხვერპლად თავი შეწირვა. ხანდახან არავის გამოარღეს, იმიტომ რომ წლები ისე მალე გავა. აი ისე მოიხრებით ხრევში, ისე გვექნება ჭაღარა. მე რო ჩავიხედათ საკეთში, რა უნდა მოვყვეთ? ჩაკეტილი სივრცე, სადაც უვლიდი მოხუც, მეტი არაფერი არ იყო. კრებულის გამოცემას თუ აპირებს სამომავლოდ შენი ჩანახატებისა და ლექსების. მე მაქვს საკუთარი ცხოვრების წიგნი მაქვს დაწყებული, ეს ჩანახატები, არაფერი არა იმასთან არის ძლიერი ნოველა მაქვს დაწერილი ექიმი, რომელიც მე გადამხდა და იმ ადამიანს ვეძებ, კაცმა, რომელმაც ყველი მქონდა წაღებული ქუთაისში გასაყიდად. ხო და ისე დამემართა რომ ძალიან იაფიღი და ეს ყველი და ახალი წლები მოდიოდა და ამ ყველით უნდა მეყიდა მე გაყიდული ყველით საახალწლოდ ნამცხვრის ისე ხო იცი ახლა ქალის ისე მოხდა რომ არ გავყიდე აი ძუძს მეტი ემართება ისე დამემართა მე არ გავყიდე ყველი ისე იაფად შემენა და დატოვება გესმის წამოვიღე თან ბავშვები მახლია ორი პატარა ბიჭი და შვათანა გოგო. ეს ავტობუსის შოფერი არის მაშინ არ იყო გზები და ისე გაკეთებული ნასვამი იყო თუ რა იყო, აი გარბორდა. და ისე ჩავარდა იამაში და იმას ხელი მომწყდა, გადმოვარდი ავტობუსიდან. ნუ მომწყდა ხელი. როგორია ჩემი სიბწით ნაგროვები ყველები სულ ჩაიფრნა შეგდით ვიღაიყიდი და იმას. მიმიყვანეს სამავტყოფოში ჩემმა მეზობელმა და ჩემმა მეუღლემ და არ კიდევს ექიმები ხელს. 1500 ლარს თხოვენ ოპერაციის ფულს, იმიტომ ძალიან დიდი ტრამვა იყო. მიყენებული. აი ზივარ პატარა ტირის 6 თვისა. ძალიან ცუდად ვიყავ, გამიშავდა უკვე ხელი და უკვე კაცი შვილი არ მაქცევს ყურადღებას, უფულო ადამიანი. თან დასწრილი ვარ, აი მოუწესრიგებელი რასაც. ვიღაცა კაცი ექიმი გამოვიდა პარებიდან და ხელთათმანებს იძრობდა და ამ გოგოსო რა ჭირსო? და ის რა ქვია, ხელი აქვს მოტეხილიო და ოსო თანხაო არ არისო დაფინანსებავ ისეს და შემომიყვანეთო ამ კაცმა თქვა. შემიყვანა გამსინჯა, თავზე გადამისვა ხელი აი ცხოვრებაში ეს ადამიანი აი რო შევხედო თქვა ალბათ ვიცნო თქვა ხა წარმოიდგინე მის მერთ 18 წელი გავიდა. ხო და ამ კაცმა რაღაცები მელაპარაკა ისე დამეძინა არ გამიგი არაფერი. და ლევანი ქვიოდა ამ კაცს ეს ვიცი თბილისიდან იყო. და სავარაუდოდ ტრამატოლოგი იქნება სპეციალურად იყო მოწვეული ქუთაისში რომ ფეხის ოპერაცია გაეკეთებია ვიღაცაზე. აი ჩემთვის იყო ალბათ ღმერთმა გაიმო. და ამ ადამიანმა ისე ჩამისვა ხელი თაბაშირში. თავისი ფული არ გადამახდებია და რო ვიკითხეთ რამდენი 17 ლარი არის გადასახდელი ბინტის და თაბაშირის ფულიო. და ეს კამკაც კიდე ლევანი ექიმო გვარი არიცით. არ ვიცი, აი ლევანი ექიმი მახსოვს.
შეიძლება ამ სახელსაც ვწდები, მაგრამ არ არსებობს, აი ტრავმატოლოგი რამდენი იქნება ხა 19 წლის წინ, აი თუ ვიპოვე ამ ადამიანს და ამ კაცს აი ბატონო ლევან, მოკლედ. თუ გახსოვთ, თუ გახსოვთ, მადლობა გადაგიხადოთ, მეტი აი არ ვიცი რა. და უყურებ ჩვენს გადაცემას და იმედი მაქვს რომ უყურებთ. 18 წლის წინ გაქვს ძალიან დიდი სიკეთე გაკეთებული და ირინას უნდა რომ გადაგიხადოთ, მადლობა. მადლობა მინდა გადავხადო ამ ადამიანს. აი ძალიან წარმოიდგინე ახლა 1500 ლარს მე თან ეს პერიოდია რომ ეს პატარა თანხა არ არის. აი ძალიან დიდი თანხა იყო. აი ყველი კი არა, სახლი რო გამეყიდა იმ თანხას ვერ ავიღებდი. აი ძალიან მაგრამ ეს სიკეთე არ მავიწყდება და ერთი მაქვს კანონიერი ქურდი დაწერილი კიდე და ეს კაცი გარდაიცვალა, თურქეთში გარდაიცვალა ეს ბიჭი, კანონიერი ქურდი არ ჩამოუშვეს საქართველოში რა, სიფსინე ქონდა. და ვუყურებდი ტელევიზორს და ეს კაცი აჩვენებდნენ სურათს, არ უშვებენ საქართველოში ბოლო დღეები აქვს, ანუ რაღაცა რეპორტაჟი გაკეთდა. მეთქი ეს ადამიანი საიდან მახსოვს, სად მინახი, აი ვერ გავიხსენ და გამახსენდა მე. და აი ამ ნოველას ასე ვიწყებ ზუსტად და თოვლი იყო, ვიქნება ახლა აფხაზეთის ომი რო იყო გაუბედურებული ყველაფერი ის და პურის რიგში ვდგებოდით. და გადავდივარ გზაზე ქუთაისში. გადავდივარ და თოვლი იყო ის იმხელა ჩამჩა ბათინკი, დიდი ბათინკები მეცოცხლ ბაბუა ჩემს პარავდი იმას ბათინკებს. ხო და ჩამჩა შიგნით ეს ბათინკი. ხო და ვიჩიჩქდები, ახლა ვიჩიჩქდები ვერ ვნახე ბათინკი შიგნით და ვიღაცა მეუნება რა შვები განცეძნეფო. და ჩემ წინ იდგა ეს ადამიანი, ვაში ბიჭი იყო, ანგელოზით, ისეთი კარგი ადამიანი იყო, შავი შლიაპა ეხურა, ტყავის პლაში ეცვა, აი ცხოვრებაში ეს ადამიანი როგორ უნდა დავივიწყო. ერთი სიტყვით მომაძებნია, ხელთათმანები რატო არ გიკეთიო ამ სიცივეშიო, ხელთათმანები მაჩუქა და ფული მაჩუქა. წადიო ამით ნუ ფეხსაცმელი იყიდეო. და წავიდა. ხო და ეს ფული რომ მივიტანე სახლში, ვის მოპარეო, მომხვდა იმ ფულის გულისთვის, მიმომცემდა იმ ფულს მე. ხო და აი ეს რო დავწერე კანონიერი ქურდი და აი იმის შინაარსი კი არ გაითავის ადამიანებმა, მე რომ ერთ ჩვეულებრივ ადამიანს, ის ჩემთვის კანონიერი ქურდი ნამდვილად არ იყო, ადამიანი იყო. და ის არ გაითავისეს და დამიწყეს რომ შენო პოპულარიზაციას უკეთებო ქურდებს იმგეს, მაგრამ ადამიანებს ყოველთვის ვურჩები. პირველ რიგში უკეთებ პოპულარიზაციას ადამიანობას, ის ხო ადამიანად დაგეხმარა. ადამიანი, აი იყო არ იცოდი სტატუსი ვინ იყო, ხო? ერთი გვანცუნია მიწერია ნოველას სახელი მაქვს შეცვლილი, ჩემი ამბავი არის იმქას არავინ არ იკარებდა, დაცინა მეძავი არის, ეს ხალი თბის საჭმელს მაჭმევდა, რომ მიჭირდა მშერი, რომ მოვდიოდი სკოლიდან, პატარა იმით დამიძახებდა, გესმის? არ შეიძლება ადამიანების სახელებით შენი სახელი შეარქვა, იმ ადამიანს თავის სახელი აქვს, თავისი გვარი აქვს. როგორ შეიძლება მე ახლა დავდგე და ვიღაცას პიროვნულად ჩემებური სახელი დაუძახა. ყველაზე საშინელება ადამიანს, რომ რაღაცა ეშლება, გესმის? ყველა ადამიანს აქვს თავის ღირსება. ყველა არ არსებობს, ქურდია, მეძავია. არავინმა იცის იმ ადამიანმა რა გაიარა და საიდან მივიდა იქ. მე რომ წესი ერთ წლებში არ აღმოჩენილიყავი აქ და კარგ ადამიანებთან რუსუდან ჯანელიძე სხვათა შორის პირველი ადამიანი იყო, ვისთანაც მივედი ორგანიზაციაში. მე შეიძლება არ ვიცი, სად აღმოჩნდებოდი, არავინ არ იცის. გზასაც თქვენოდი, შეიძლება. შესაძლებელია, აი ვერ დადებს თავს აქ, იმიტომ ვამბობ, აქ რომ მოდიხარ და გახარ გზის გასაყარად. აქეთ ჭაობია, აქეთ გზა არის, ისეთი რომ უნდა იარო, ოღონდ სუბძოლაში ხარ. მე ვინა ვარ აქ ისეთ ადამიანებს და აი იმდენი რამე მომხდარა, მე არავინ არა ვარ, მაგრამ აი ყველანაირად ვეცადე რომ ამ სწორ გზას დავდგომოდი, გესმის? და ამიტომ ვამბობ, როგორ შეიძლება ახლა ადამიანს მე ჩემებური სახელი შევარქვა, როცა მისი ცხოვრება არ ვიცი. აი ეს მაწუხებს ყოველთვის მოიაზრებენ რაღაცას. შერქმეული სახელები აქვს და ყველაზე ცუდი არის რომ ადამიანები შინაგან სამყაროს ყველა ადამიანშია სუფთა წერტილი, რომელიც შეიძლება შეგიყვარდეს. იმ სუფთა წერტილებს ვეძებ ადამიანებს, ჩემს ძალიან კარგია, ირინა, როდის იხილავს ფართო აუდიტორია, ამ ყველაფერს ერთ კრებულში მოგცილს, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ისტორიები მოყევი და მეც გამიჩნდა სურვილი, რომ ერთვილი მაქვს, როდის გამორა წავიკითხო. აუცილებლად. წარმოიდგინე, პატარა გოგო, 9-10 წლის გოგომ გადავიარე იმდენი რამე და ჩემი აივრიდან ფურნე ჩამდა. და ასე შევისუნთქავდი პურს, ხედავდი როგორ აცხობდნენ და ღმერთო ფრთები გამოამბი პურს და ჩემთან მოფრინდეს. აი რამდენი რაღაცა გაქვს და ეს არ არის ახლა ყველას უჭირდა ამბობენ, მაგრამ მე ჩემი ძმა ავად გახდა რაღაცა და
ზაოდში 9 კლასის დავამთავრე ირაკლი ავადმყოფის დასმი ძახოდნენ და მე დავმალე რომ ჩემი ძმა არ არის თქვა ეს მაწუხებს ყველაზე მეტად და იმიტომ ამ 53 წელი დამჭირდა ყველაფრისთვის რომ მე ბევრი რაღაცა გადამეხარჯა და მე თქვა რომ მე სრულ მიტომ აქვს ეს აგრესია ადამიანების მიმართ გესმის აი მიტომ აქვს რომ უყურებ ასე მგონია ის ადამიანები რომ ჩემ ბავშვობაში იყვენ აი რომ ტყუილს ამბობენ აი სხვებს რომ დასცინიან უფრო ამ კატეგორიას ბრჭყალებში ვერჩი აი ვერ წარმომ რატო ისი გულისთვის მე რა დავაშავე ჩემი ძმავად იყო მან რა დააშავა და აი ასეთები აი იმ წიგნში აუცილებლად შევა ეს ყველაფერი არის ადამიანები ვინც საკუთარ თავს იხილავენ მაგრამ აპატიო მითხრეს და მე ვერავის სად იყო ის ადამიანები მე რო ტიროდი მე რო სიკვდილს ნატრობდი მე-9 სართულის აივანზე რო ვიდექი და გადახტომა მინდა და სულ რაღაც საქართველოში ბავშვი 11-12 წლის აი ქუთაისი ძალიან დავიბადე გავიზარდე მაგრამ რო გითხრა რო იქაურობა და არის ამბობენ რომ აი სადაც დაიბადე გაიზარდე ის ადგილი გენატრება მე არ მენატრება ის ადგილი გენატრება შენი სოფელი ჩემი სოფელი მენატრება იმიტომ რომ მე-10 მე-11-დან უკვე ისა ვარ სოფლის სკოლა სულ სხვანაირი აი ბავშვებიც სულ ყველა ქანა ის ბავშვებიც ისენიც მიყვარს რა თქმა უნდა ვინც ჩემი თანაკლასელები იყვნენ მაგრამ თანაკლასელების იქეთ იყვნენ ისეთი ბავშვები ვინც აი მუდმივად ბულინგის ხვებლი ვიყავი და ამან გამოიწვია ალბათ ჩემი აგრესია ადამიანების მიმართ ზოგს არ ესმის ზოგს ესმის და მიტარებენ და მეუბნებიან რომ ესმის შენი ალბათ მოსვენა უფრო მინდა ხო ხდები მაგრამ მე არ მისმენ წარმატებები მინდა გისურვო ირინა და ალბათ შეძელის რაც ბევრმა ვერ შეძლო და შენ აქ ემიგრაციაში იპოვე საკუთარი თავი იპოვე ქალი დედა მაუხდინე შვილებს ოცნებები ხოჩახ ბრავო თავმაც შემიძლია გითხრა წარმატებები მინდა გისურვო შენს ცხოვრებაში ველოდებით აი ამ კრებულს როდის გამოვა და ბოლოს რას გვისურვებ ჩვენ გადაცემა მონატრების ფერებს რომელიც შევქმნით ქართველი ემიგრანტებისთვის და მათ ხბას და მათ ტკივილს მსოფლიოს ვახსნობთ და მე პირადად როგორც ერთი რიგითი ადამიანი და ქალი ძალიან დიდ მადლობას გიხდით პირველ რიგში ქალბატონ ლიგიას უხდი მადლობას თქვენ ძალიან დიდ მადლობას გიხდით რომ შედგა ეს ინტერვიუ წარმატებები გელოდებით ჩვენ სამშობლოში საქართველოში მე კი ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენებ რომ თქვენ უყურებდით გადაცემას მონატრების ფერები მე მისი ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი დავით ორაგველიძე ვარ დღეს ჩვენ გმასპინძლობს ქართულ დიასპორული ორგანიზაცია ჯორჯია ჯენ და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო აღნიშნული ორგანიზაციის ხელმძღვანელებს აკოს და კახის რათა მოგცეს საშუალება რომ დღევანდელი ინტერვიუ ჩემ სტუმართან ქალბატონ ირინა იოსებაშვილთან ჩაგვეწერა. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დღევანდელ გადაცემის დაგეგმვაში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა კი ჩვენს მთავარ პროდიუსერს ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, რომელიც ზრუნავს, რომ გადაცემა მონატრების ფერები იყოს ასეთი საინტერესო და შემოქმედებითი და ქართველ ემიგრანტებს აძლევს საშუალებას, რომ მათი ხმა და მათი ცხოვრება მსოფლიოს გააცნონ. შემოგვიერთით სოციალურ ქსელ Facebook-ში, გამოგვყევით Instagram-ზე და გამოიწერეთ გადაცემა მონატრების ფერების YouTube-ის არხი, გააქტიურეთ ზარის ხილაკი, რათა ჩვენი არც ერთი გადაცემა არ გამოგრჩეთ. გადაცემის ხილვა ასევე შესაძლებელია My Video-ზე და TikTok პლატფორმაზე. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტურისტულ კომპანია დაგითრეველს, რომელიც უზრუნველყოფს გადაცემა მონატრების ფერების მოგზაურობას ევროპის სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო უწყვეტ ინტერნეტ კავშირს კი უზრუნველყოფს Mobinex-ი. მე გემშვიდობებით რამდენიმე დღით, რამდენიმე დღეში ჩვენ კვლავ ხვდებით ერთმანეთს გადაცემაში მონატრების ფერები.